Კონკრეტულად აღკვეთის საკითხზე მინდა დაზუსტება, ანუ პროკურატურამ ფაქტობრივად დააწესა ისეთი სტანდარტი, რომ ვინაიდან გვედავებიან მძიმე მუხლი გახდა საფუძველი იმის, რომ ივარაუდონ, აი ჩვენ ვედავებით 4-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე, ვინაიდან მძიმეა, ამას შეიძლება სურვილი გავუჩინოთ მიმალვის. ანუ ამაზე დიდი თეორია იდეაში მტკიცების მხრივ არ წარუდგენიათ რა. ანუ დააყენეს სტანდარტი, რომ თვითონ მუხლის სიმძაფრე ან ვადის ან ნებისმიერი სახის სიმძაფრე შეიძლება გახდეს მიზეზი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ეჭვმიტანილი, მიიმალოს. ანუ ეგეთი ლოგიკით საერთოდ სისხლის სამართლის პროცესის აღძვრა შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ მივიჩნიოთ ადამიანი მიმალვის საფრთხის მქონედ. მაგრამ რაიმე ამის გარდა არსებით დეტალი ხომ უნდა არსებობდეს, ეს ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს და აი სწორედ ჩვენს პრეცედენტზე მოყვანილ მაგალითს ვიტყვი, ვინაიდან ჩვენ აი ამ დასაბუთებით დავტოვებს წინასწარ პატიმრობაში, ამან უკვე არსებითი შედეგი მოიტანა და დღეს სრულიად სხვა საქმეზე, მაღაროელების საქმეზე, ზუსტად იგივეთი იხემძღვანელა პროკურატურამ, რა დღის წესრიგი შეიქმნა ჩვენ შემთხვევაში. ანუ ჩვენი სასამართლო პროცესი და ის დე-ფაქტო ვითარება და ის დე-ფაქტო არგუმენტი, რაც გამოიყენეს, გახდა დღის წესრიგი. ამიტომ არის აუცილებელი, რომ უფრო კონკრეტული ბრალდებები წანადგინოს დაცვის მხარემ. აი მაგალითად ავიღოთ ჩემ ხო, ბოდიში პროკურატურამ. აი ავიღოთ მაგალითად გამეორება, დანაშაულის გამეორება. ჩემ შემთხვევაში მედავებიან ვიდეო მიმართვას, რაზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო მიმართვა არის ძალადობრივი ხასიათის. მაგ ვიდეო მიმართვაზე ჩემ კონკრეტული Facebook გვერდის გამოყენებით, სადაც იქნებოდა მაქსიმუმ 40,000 გამომწერი და ნახვები, რა თქმა უნდა, გაცილებით მცირე. რაში, როდესაც სასამართლოში მომიყვანეს წინასწარ პატიმრობაში დამტოვეს, ჩემი შესაძლებლობაა, რომ მე ვინმეს ხმა მივაწვდინო, ორმაგად და სამაგად არის გაზრდილი. და ანუ არსებითად აბსურდულია, როდესაც მსჯელობს, რომ შეიძლება მე ეს დანაშაული გავიმეორო და აი ამ წინასწარი პატიმრობით ისმე მიზღუდავს ამის საშუალებას, როდესაც დე-ფაქტო გარემოება იდეაში მაძლევს უფრო მეტ აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალებას. მაშინ, როდესაც აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, რა თქმა უნდა, გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რამდენადაც ეს არის ღვთისგან ბოძებული უფლება, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს. და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ანარქიას, ეს პირიქით გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ინსტიტუტს და ზოგადად მოსამართლის ინსტიტუტს პატივს უნდა სცემდეს, ზოგადად ამ კონცეფციაზე დგას. ამიტომ ვერ იქნება ეს კანონგარეშე. და შესაბამისად, თვითონ ეს არგუმენტი, რომ შეიძლება გაიმეოროს, აი ეს წინასწარ პატიმრობა ამის არანაირად არ იცავს რა, ანუ მე შემიძლია ახლაც გავაკეთო ნებისმიერი სახის განცხადება რადიკალური შინაარსის, ამის სურვილი და ამის мотиваცია რომ გამაჩნდეს. რაც შეეხება მიმალვას. მიმალვის შემთხვევაში მოცემულობა ის იყო, რომ პოლიციასთან, კრიმპოლთან იქ საერთოდ წინააღმდეგობა არ ყოფილა, სახლში მისვლის დროს თავად გაუღეკარები, პრინციპში პოლიციელთან დაძაბული კომუნიკაციაც არ ყოფილა და იდეაში ამის სასარგებლო მხარეც არ იყო. რა თქმა უნდა, თუ სამართალ აღსრულება გსურს რომ იყოს ჯანსაღი, უნდა მინდიოდეს თანამშრომლობა სასამართლოსთან თუ სამართალდამცავებთან და ეს მოცემულობა იყო და თუ აი იგივე არგუმენტს გამოვიყენებ, არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ წინააღმდეგობა გამიწიაო და მაშასადამე კანონმორჩილად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი. ამავდროულად, თუ ფიზიკური სივრცის შეზღუდვა არის თვითმიზანი მიმალვასთან დაკავშირებით, წინასწარ პატიმრობას რაც შეეხება იმდენად რადიკალური ფორმა არის, რომ ზოგადად ჩარჩოებში არ ჟდება. ხო შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო აი შიდა პატიმრობა, რაც ზუსტად იგივე შედეგებამდე მიგვიყვანდა. ანუ ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომა რატო იყო გამოყენებული, როდესაც შეიძლებოდა უფრო სუსტი ზომის გამოყენება და უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება და ამავდროულად გვახსოვდეს, რომ ჰუმანურობის პრინციპი არის სასამართლო პრინციპის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. თუ მიზნის მიღწევა შეიძლება სხვა უფრო ლაითი პროცედურით, რატო ვიყენებთ უფრო მძიმეს. და მესამე ის, რომ თავადაც რო ახსენეს, ესე იგი, თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაცა არ ჩაგვიდენია, რატომღაც თურმე ავტომატურად ეს ქმნის იმ შეხედულებას, რომ ვაღიარებთ. პირველ რიგში, მთელი სასამართლო პროცესი იმაზე მიდის მტკიცება, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ და აქ პროკურატურამ რატომღაც აურია ერთმანეთში აღიარებისა და საკუთარ თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ანუ ჩვენ თუ დუმილის უფლება გამოვიყენეთ სიტყვაზე და არ დავაფიქსირეთ აზრი, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები ვართ. და
პარალელურად არაერთხელ დაგვემტკიცებია ის მოცემულობა, რომ ჩვენ ეს არ ჩაგვიდენია. და რა თქმა უნდა ბრალს და დანაშაულს არ ვაღიარებთ იმის რაც არ ჩაგვიდენია და ეს იყო არსებითი რაც მინდოდა მე თქვა რომ აი ძალიან ხისტი ფორმა არის გამოყენებული წინასწარ პატიმრობა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თუ მიზნები გააჩნია რომ აი რაღაც პრევენციის, ამის გაცილებით უფრო ლაითი ფორმის ვალდებულებაც აქვს და საშუალებაც აქვს რომ გამოიყენოს. ეს იყო არსებითი. რა